ივანიშვილი პატრიარქის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა. ამის შესახებ 2021 წელს სუსიდან გაჟონილ ფაილებშია საუბარი. კრებსების მიხედვით ივანიშვილმა ილია მეორის გადადგომა პირადად მოსთხოვა. ფაილებში ნათქვამია, რომ პატრიარქმა ივანიშვილს შეხვედრის აუდიო ფიქსაცია შესთავაზა, რასაც ის არ დაეთანხმა და შეხვედრა დატოვა. საარქივო მასალების მიხედვით ივანიშვილს მდივან რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესუსტებაც უნდოდა და არც თავად თეთრუაშვილს ჰქონდა კარგი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ. 3 წელია ვიხვეწები გავიგო რა ვითარებაში მოკვდა ჩემი შვილი და ამაზე პასუხი არ მაქვს. 12 წლის ანი იანუშაიტიძეს დედა კობახიძეს მიმართავს, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. ნატო ხუტაშვილის თქმით, ერთი თვეა ერთ-ერთი მოწმის დაკითხვას უშედეგოდ ითხოვს. ისივე თქმით, 3 წლის განმავლობაში ვერ შედგა ვერც კომისიური ექსპერტიზა. ქალი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, ექსპერტებმა და გამომძიებლებმა კი გულგრილობა გამოიჩინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სოფლის ეკლესიის მიმდებარედ ავტომობილი ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო. გამოცემის ცნობით ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10,000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება. ირანში ომის დაწყებიდან დღემდე 11,000-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა და 150-ზე მეტი ირანული გემი დაზიანდა. მონაცემები ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ გაასაჯაროვა.